მოდიოდით, აი დაждდა ორ გოგოსთან ერთად მოდიოდა ჩვენ მეგობრებთან. აი ამ ადგილას დაждდა ზუსტად. და იმას აკნა, რა ქვია, გოგოებს უთხრა რომ წადითო და თქვენ და გოგოებს ეგონათ რომ რა ქვია, ან გავლა უნდა და ან რაღაცა და წამოვიდა და მე და კახა მივდიოდით წინა მოვტრიალდით სადღაც 2 წუთში, სულ 15 მეტრში ვიყავით მოშორებით. და ეგრევე მოვტრიალდით აქვე და ვერსად ვერ ვიპონეთ. აქ ჩამოსულებს ერთ-ერთ რომელსაც ხელი ეკიდა, გაუშვა ხელო წინ ჩაატარა, თვითონ დაჯდა აქ და ერთ-ერთმა გოგომ მკითხა მეგობარმა, რომ გური ხო არაფერი გტკივა. არა, კარგად ვარ, იარე დაგეწევით. დავტოვეთ და კახამ ქვევით რომ ჩავედით მშობელმა, ვკითხა სად არის გურამი და გაცა პასუხი რომ იქ დაჯდა ისვენებს. დაუძახა ჯერ კახამ და რო არ გაგვცა პასუხი, ამოტრიალდა კახა და ბავშვი აღარ იყო აქ. მთის ფერდობებზე სამჯგუფად არიან გაყოფილები, როგორც მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე დუშეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ამ დრომდე განაგრძობენ ძებნას, თუმცა ოჯახის წევრები თხოვენ ხელისუფლებას, თუ არის შესაძლებლობა, რომ სამაშველო არეალი ზოგადად გაფართოვდეს. იქნება დაგვეხმარონ რომ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია 4 დღეა ვეძებთ ბავშვს და ვერაუპოულობთ და იქნება აი თუ არა ესეთი საშუალება ან თვითფრინავი ან რა ვიცი ძაღლებით იქნება რაღაცა იქნება რომ დაგვეხმარონ 4 დღეა დავდივართ რავი 40 კაცი მაგრამ ჩვენ ვერაუპოულობთ ბავშვს ყველამ უნდა ვეძებოთ ყველამ და რაც შეიძლება ინტენსიური ძებნა მიმდინარეობს უბნებად არის დაყოფილი